ყოველწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე დილომშვიდობისა მამაცით მადლობა სტუმრობისათვის. ბავშვების აღზრდაში დაშვებული შეცდომები ეს ისეთი თემაა, რომელიც ალბათ ყოველთვის მნიშვნელოვანია საუბარი. აღზრდა და გაზრდა ეს ორი განსხვავებული აბსოლუტურად საქმე და ქართული ენა ყოველთვის რაღაც კარგად მიანიშნებს ხოლმე. ეტიმოლოგიურადაც კი. თქვენთვის ეს თემა, რა თქმა უნდა, ახლოა, როგორც მოძღვარი და როგორც თავის დროზე პედაგოგიც, ასე რომ იცით ბავშვებთან ურთიერთობა და აი როგორ დაიწყებდით და რა აქცენტებს გააკეთებდით მამა დავით, სად არის ის შეცდომები, სადაც ჩვენ ნუშებთ. რო ავიღოთ ასე, ალბათ ყველა მშობელს უნდა რომ განსაკუთრებული ზრუნვა გამოიჩინოს, მისი შვილი საუკეთესო იყოს, თუმცა რაც ჩვენ გვინდა ხანდახან შეიძლება არასწორი იყოს. რა თქმა უნდა. ჩვენ ადრე ვისაუბრია ამ საკითხთან დაკავშირებით. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და დღევანდელ დღეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა ზოგადად ეს დგას საზოგადოებაში ეს პრობლემა და რა თქმა უნდა ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ შევეცდებით დღეს რომ აი ძირითადი საკითხები მაინც გამოვყოთ. რაც თუნდაც იმ მცირე გამოცდილებით დამიგროვდა, რაც ბავშვებთან ურთიერთობაში მქონია დღესაც ვთქვათ ურთიერთობა მაქვს სამრევლო სკოლაში, სამრევლოში. ბავშვებთან სკოლაშიც გვაქვს ჩვენ საპატრიარქოს პროგრამა არის ასეთი რომ სხვადასხვა სკოლაში. რომელ კლასებში ასწავლეთ თქვენ? ნუ ყველა კლასში ასწავლეთ. პირველიდან მე-11-ში ვიყო თავიდან აზერბაიჯანის სკოლებში, მე რა მნიშვნელობა აქვს ბავშვია. ხო, აი როგორ ერთის გამახსენდა ახლა ცნობილი სახელმძღვანელი არის ანა ბიკოვა არის ასეთი ავტორი აღწერს დედაშვილის საუბარს, დედა ეუბნება შვილს რომ შვილო წამოჩქარა სახლში. რატომ ცივა? ეკითხება ბავშვი. არა, შენ გშია. და ბავშვის აი გაოცებული თვალები. ხო. აი ამით აი თითქოს ყველაფერი ნათქვამია. ახლა ჩვენ მაინც ხა დღეს რა თქმა უნდა ქრისტიანული ანთროპოლოგიის კუთხით შევეცდებით ამ ყველაფერზე რამდენად მე ვისაუბროთ მაინც. აი როცა ამ საკითხს საუბარს ვიწყებთ მშობლები, მე ჩემი გამოცდილებაც მაქვს ასეთი და მე უამრავ შეცდომა დამიშვია, მაგრამ შეცდომას ის უშვებს, ვინც ცდილობს მაინც ხო რაღაცა გააკეთოს პროცესია ეს. რა თქმა უნდა, ხშირად რაღაც როცა ბავშვების ქრისტიანულ აღზრდაზე ვიწყებთ საუბარს, თვითონ ბავშვებთან მომარჯვებული გვაქვს რაღაცა თქვათ ეს ცნება მეხუთე ცნება და ვეუბნებით ბავშვებს, რომ იცით შვილებო, აი წერია მეხუთე ცნებაში რომ პატივიეთ მამასა შენსა, დედასა შენსა, რათა კეთილი გაყო შენ და დღეღზელი ყო ქვეყანასაზე და შენ ამ ცნებას არ ასრულებ. მაგრამ ამ დროს ხანდახან მშობელს შეიძლება დაავიწყდეს ის რომ აი მაგალითად კორასი თემატების თორეში წერია რომ მამებო ნუ განაცხებ თქვენ შვილებს, რა თქმა უნდა, ვალმოციქულს არ დაეცნენ სულით, ასევე ნუ გააბრაზებთ თქვენ შვილებს, ასევე გავიწყდება მაცხოვრის სიტყვები. ხანდახან მათი სახალებიდან, რომელიც გვეუბნება რომ თუ არ გავხდებით ბავშვები ვერ შევალთ დასასრულებელში. ასე რომ ჩვენთვის თურმე ასე გამოდის ხომ ჩვენი მთავარი მიზანი ხომ არის ცხონება და იმიტომ ღზრდით თუნდაც ამ ბავშვებს რომ ცხონდნენ ისინი თავისუფალ პიროვნება ჩამოყალიბდნენ რომ თავისი საზრუნავი ყოფილა არა მხოლოდ აღზარდოთ სხვები თუნდაც ბავშვები არამედ ჩვენ საკუთარი თავი აღზარდოთ თუნდაც ჯერ იმ დონეზე რომ დავემსგავსოთ ბავშვებს სხვანაირად თურმე ცხონება შეუძლებელია როგორც მაცხოვარი ამბობს დღეს ბევრ საუბრობენ იმაზე რომ ბავშვები შეიცვალნენ რა თქმა უნდა ასეა რომ შეიცვალა და ყველაფერი შეიცვალა გარდა ამისა თუ ზოგიერთი მშობლისგან გამიგია მაგალითად რომ ჩვენ ტრენინგებს გვაქვს რაღაც ვესწრებით რომ აი დღეს შეუძლებელიც კი ფაქტობრივად ბავშვის სწორად აღზრდა იმდენი დამბრკოლებელი გარემო აქ საუბარი არის რაღაც სხვადასხვა სოციალურ საიტებზე რაღაც აი მაგალითად მშობლები ძირითადად მობილურ ტელეფონს აბრალიან იმას რომ ბავშვებს სწორად აღზრდიან და საკუთარ თავს არ დააბრალებენ ხო ვერანცხოვებენ ერთმანეთისაგან ბავშვს და მის მიერ ჩადენილ ქცევას. აი ესე როგორც მართად ქრისტიანობაში განსხვავდება ერთმანეთისაგან ცოდვა და ცოდვილი და ჩვენ გძულს ცოდვა და არა ცოდვილი ეს ორი სხვადასხვა რამეა. ასევე ხანდახან ბავშვთან მიმართებაშიაც აი ხდება ასეთ რაღაცა აი ამის თითქოს გაერთიანება ბავშვის და მისი ჩადენილი ცოდვის და არადა ჩვენ ყველამ ვიცით ძალიან მარტივად რო ვთქვათ რომ ბავშვი იზრდება ესე როგორც ვზრდით მას. ესე იგი დღეს მაგალითად ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი ამასთან დაკავშირებით არის დაუწესო თუ არა ბავშვს აკრძალვები. უნდა იცოდეს ბავშვმა სიტყვა არა თუ არ უნდა იცოდეს. ეს თითქოს აი ჩვენ გავქცინება ახლა ამ თემაზე, მაგრამ ისეთ სერიოზული ხალხი მსჯელობს ამაზე და ეს ეძიგნები დაწერილა რომ გახიკვირდება ამაზე სერიოზული ბრძოლა მიდის, სერიოზული მსჯელობა, აი ზოგი ამბობს დაუწესოთ, ზოგი ამბობს არ უნდა დაუწესოთ. აი ფსიქოლოგების ნაწილი, ეგრესტორული ჰუმანისტური ფსიქოლოგია რა ხო ასეთი მიდის იმ დასკვნამდე რომ აი როდესაც ბავშვებმა არ იციან სიტყვა არა
ისინი არიან აქტიურები, ისინი უფრო თავისუფლად შეიმეცნებენ სამყაროს, ისინი თითქოს არიან გახსნილები ექსპერიმენტებისათვის, და ცნობის მოყოლეები არიან და ძალიან ისეთი პრობლემებს თავისუფლად ლახავენ. როცა მაგალითად შეადარეს იმ ბავშვების ქცევასთან, რომლებიც მათ იციან სიტყვა არა და ისინი უფრო თითქოს ამ პრობლემების წინაშე უკან იხევენ და ესენი არის, ისინი ცდილობენ გამოსავალს მაინც პოვიან, ცდიან მაინც, ხო? ამ შემთხვევაში, მაგრამ აი იგივე ფსიქოლოგები, რომლებიც ამბობენ ამაზე, რომ ეს კარგია, თქვა რაღაც დონეზე, მაინც ამაში შეიძლება კარგის დავინახოთ, რომ ბავშვთა გრძელები არ დაუწესოთ. აი მაგალითად, იგივე ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მაგრამ ამას ხავს უარყოფითი შედეგები. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითი შედეგი არის ის, რომ როდესაც მშობელი ბავშვთან ურთიერთობაში არ ხმარობს სიტყვა არას და არ იცის ბავშვმა ეს სიტყვა რას ნიშნავს და აკრძალვა როგორც ასეთი მშობლები კარგავენ ძალიან მალე ავტორიტეტს ბავშვების თვალში. რაღაც ოქროშუალედი არის ალბათ საჭირო თავს და თან თუ რაღაცას უკრძალავ ბავშვს ის აუცილებლად უნდა განუმარტო თუ რატომ აბსოლუტურად აი ზუსტად ეგ არის თქვენ უნდა განუმარტო. ესე იგი ბავშვი ამ დროს იცით როგორ იზრდებაო, ვფიქრობ რომ მთელი სამყარო მის გარშემო მოტრიალებს და ყველა ვალდებულია რომ მის ინტერესებს ასე თქვა დაემორჩილოს, ხო? ეს ორი უკიდურესობა რაღაცა თითქოს თანამედროვე სიტუაციაში ბავშვის ახსნა დაკავშირებით ერთმანეთს რაღაცნაირად ეხმიანება, ზოგი მხრივ იხრება, ზოგი მეორე მხრივ. აი მაგალითად ისეთი ბავშვები მერე უკვე რომ გამოდიან მეგობრის ეს ბავშვის რომელსაც არ იციან ეს აგზოლები საერთოდ გამოდიან მერე საზოგადოებრივ ასპარეზზე შედიან ბაღში, ცეკვაში, ფეხბურთში და აი უცებ არის ესეთი რაღაცა რომ უცებ კასრი შეზღუდვები ხდებათ, წესრიგი ხდებათ, ხო? ეს უკვე ძალიან მძიმე ემოციური ფონია მერე ამ ბავშვებისათვის. იმიტომ რომ იქ უკვე წესრიგი რაღაცა შეიძლება რაღაცა არ შეიძლება და ძალიან მძიმედ გადააქვთ, უმძიმე სტრესი იღებენ ამ შემთხვევაში. ამიტომ ახლა გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ჩავთვალოთ ის როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ რა თქმა უნდა ოქროშუალედი უნდა ვიპოვოთ ეგრეთ გზა სამეუფო ესეც ხო ცნობილი გამოთქმაა ჩვენი ხო ჩვენთვის და ესე იგი რა თქმა უნდა ბავშვს ჭირდება აკრძალვები ოღონდ როგორც ამობენ ფსიქოლოგებიც ვინც ამ კითხით ამ საკითხით დაინტერესებულია ეგრე მართლმადიდებლურ ფსიქოლოგებს ვეცნობით ჩვენ ძირითადად ხომ ისე რა თქმა უნდა არა ყოველ ფეხის ნაბიჯი არ უნდა იყოს ეს აკრძალვები არ უნდა იყოს მუდმივი არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და აუცილებლობიდან გამომდინარე და როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ დასაბუთებული ყველაფერი. მაგრამ ამ ბაზებთან დაკავშირებით არის კიდე ესეთი პრობლემები, რომ აკრძალვა უნდა იყოს დასაბუთებული გასაგებია და უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ ბავშვზე, არამედ ოჯახის ყველა წევრზე. ხო, აი რაც არ შეიძლება შვილისთვის, არც მამის უნდა შეიძლებაოდეს და არც დედისთვის, არც ყვირილი, არც დასურა, არც ასე შემდეგ, ხო? აი მაგალითად მხოლოდ ამ შემთხვევაში ეცოდინებაო ბავშვს რომ არ უნდა გადალახოს საზღვრები ამას გვეუბნებიან. გარდა ამისა, თავად უნდა მოვიქცეთ ისე როგორც ქცევასაც ბავშვს ვასწავლით და ასეთი ცნობილი გამოთქმა არის ერთ-ერთი რომ ბავშვები შეიძლება ჩვენ არ გვიჯერებენ, მაგრამ საუკეთესო გვბაძავენ. ესე იგი, თუ ერთი მშობელი უგზალავს ბავშვს რამეს და მეორე არ უგზალავს, ამ შემთხვევაში არ მოქმედებს აკრძალვა. გარდა ამისა, თუ ჩვენ ცუდ ხასიათზე ვიყავით გუშინ და ამიტომ აუგზავნეთ დღეს კაცხასიათზე ვართ, არ მოქმედებს აკრძალვა ამ შემთხვევაში. თუ აკრძალვა უნდა იყოს. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს რომ აკრძალვები ასე თქვათ, ხო, აი, მაგრამ აი მივიდეთ უნდა იმ დასკვნამდე. რატომ რეაგირებენ ბავშვები ასე ძალიან მაინც ამ აკრძალვებზე? რატომ? იმიტომ რომ თვითონ აი ბავშვსაც ისე აწყობს ბავშვის ცხოვრებას, თეორიადაგანი ცხოვრებას, ასე თქვათ, შემოქმედი რომ ადამიანი თვითონ აწყდება ცხოვრებაში რაღაც ისე სირთულეებს, რომ ცხოვრებისეული გამოსილებიდანაც ბევრი უნდა შეიგნოს ადამიანმა, ხო? აი ბავშვი მაგალითად არ გვინახავს შენ ბავშვი, რომელსაც ხელი არ დაუწყობს, ასეთი ბავშვი. ხო, მშობელი უგზალავს, არ მოგიდო დაიწვევ, მაინც აინტერესებს იწევს, მაგრამ ამ თითქოს ამ ყველაფრის საფუძველზე მაინც უნდა ისწავლოს, რომ რაღაცა უგზავნა მშობელმა და მართალი ყოფილა. არა ის მაინც ცუდად რეაგირებს ამაზე. ხო, მაინც აკრძალვაზე ცუდად რეაგირებენ ბავშვები და ამას დააკვირდნენ სხვათა შორის სპეციალისტები და ამბობენ ასეთ რაღაცას, რომ აი რატომ განიცდიან ისინი ბავშვები თურმე ასეთ მწვავედ ამ აკრძალვებს, იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ ამით თავისუფლებას კარგავენ. ახლა ეს თავისუფლება, რა თქმა უნდა, არის ის კოდი, რაც ღმერთმა ჩადოთ ჩვენთანში და შექმნა თავის ხატად და მსგავსად და უფლის ხატება და მსგავსება პირველ რიგში გამოხატულია თავისუფლებაში. ხო, ბავშვი იბადება თუ არა არის, რა თქმა უნდა, თავისუფალი, მაგრამ ჩვენი ვალია რომ ისინი აღზარდოთ ჩვენ თავისუფალ პიროვნებებად. და აი მაგალითად ჩვენ ვიცით რომ ასე იგი თავისუფალ პიროვნებად ვაქციოთ ბავშვი ან რაღაცა ამ დროსაც პრობლემებში შეიძლება აღმოჩნდეთ, იმიტომ რომ თუ მშობელი არის ეგრეთ წოდებული, აი ესეთ გამოთქმას აქვს ტირანი მშობელი, აი ესეთი მშობელი მაგალითად მას თავისუფლებას არ თმევს.
ყველაფერში და ყველაფერს უგზავნოს ყოველთვის და ყველაფერს ნაბიჯზე და ასე შემდეგ როცა გამთქვით თვითონ ერევა მეცხოვრებაში თვითონ ფიქრობს მის ნაცვლად თვითონ აზროვნებს მის ნაცვლად ბავშვი რაღაცა პრობლემა აქვს თვითონ აკეთებს ყველაფერს იმიტომ რომ მის გარეშე ბავშვი ვერ დაეხმარება ასე ფიქრობს მას არ ყავს მშობელს ის რომელსაც მიენდობა თუნდაც ღმერთი არ ვიცი მედი არ ახმარდო საკუთარ თავის იმედი აქვს და საკუთარ თავს აყრიდებს პირველ პლანზე შვილთან მიმართებაში და მაგრამ გასაგებია თქვა ესეთი მშობელი ბავშვს რა თქმა უნდა ართმევს თავისუფლებას მაგრამ ხშირად ისეთი მშობლების რომლებიც თითქოს აძლევენ ბავშვს თავისუფლებას როგორ შეღან ვილაპარაკეთ არაბეთს არ უგზავნებენ ისინი უფრო ართმევენ ბავშვს თავისუფლებას თურმე იმიტომ რომ თავისუფალი ბავშვი არის ის რომელსაც შეუძლია თქვას რაც უნდა იმაზე არა თუ არ შეუძლია ბავშვს რასაც უნდა იმაზე არა თქვას ის თავისუფალი ვერ იკავისდება ეს არის ყველაზე მთავარი თავისუფლება ხო თავისუფლება სურვილმა არ მართოს ეს ბავშვი ანუ ორივე უნდა იცოდეს ბავშვი მაგრამ ერთი რომ თქვას არა იმაზე რაც უნდა და მეორე რაც არ უნდა იმაზე ის გააკეთოს შეძლოს იმის გაკეთება თქვენ ეს წეგან აღნიშნეთ არასთან შემთხვევაში როცა ბავშვი არასკმარშეულია და აკრძალულას არის არის და ხორუშობ ჩვენ ჩესტომას მამა დავით როცა იღა ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილი ბედნიერი იყოს ყველაფერი ქონდეს და ყველაფერს უსრულებთ ყველაფერს და მე როცა ის რაღაცა უკვე დამოუკიდო ცხოვრებას და ხვდება რომ რაღაცა შეიძლება ვიღაცამ არ შეუძლო რაღაცა ვერ გააშვეს რაღაც დაყოლება შეხვდა იქ უკვე აღარ იცის როგორ შეხვდეს და აბსოლუტურად გეთანხმებით ახლა ჩვენ რო თქვით ის რომ ბავშვი თავისუფლად იბადება ეს იმას კი ნიშნავს რომ ყველაფერი შეუძლია ხო აი დოსტოევსკის ცნობილი რომანი რომ არის იატაქვეშეთიდან ხო იქ წერია ასეთი რაღაცა რომ ძალიან გაცხადაჩვენს რომ ადამიანს და ბავშვს მით უმეტეს რომელიც ახალდაბადებული ბავშვი ემსგავსება იმ ადამიანს და ევას რომელიც 60 დღიდან ახალ გამოდევნილიაო თითქოს ხო ესე იგი აი ცნობილი დოსტოევსკის იმას რომ ვამბობთ რომ ესე იგი ადამიანს თავისუფლება გაგებული აქვს რა თქმა უნდა როგორც ბავშვს ამ შემთხვევაში როგორც თავისი ასე თქვა ბრიყული ნებით ცხოვრება ხო ბავშვმა შეიძლება ამ შემთხვევაში თავისუფლად ბავშვი ის ბავშვია რომ აი არის ერთი მაშინ ყალბიდან ამდენი თავისუფლება ხო სწორედ ამაში რა თქმა უნდა ჩვენი ისწრაფება რომ ბავშვს თავისუფლება არ გვინოთ მაგრამ სწორი თავისუფლება მივაწოდოთ ხო იმიტომ რომ ქრისტიანული გაგები თავისუფლება რა არის რა თქმა უნდა მშობელმა უნდა იცოდეს ეს რა არის ქრისტიანული გაგები სწორი და ნამდვილი თავისუფლება რა არის სწორი სიყვარული თუნდაც ჩვენ ხანდახან წყარებში ძალიან გვიყვარს ჩვენი ბავშვები ძალიან ვზრუნავთ მათზე და ამიტომაც ასე ვთქვათ ვაწყდებით აი გუშედეგებს აი ქრისტიანული გაგები თავისუფლება არის ცხოვრება ქრისტეში როდესაც ჩვენ გვეძლება უფლება ღვთისმშობლებად ყოფნისა ღვთისმშობლებად ყოფნის შესაძლებლობისა მაგრამ მხოლოდ ეკლესიაში არის ნამდვილად შესაძლებელი ის რომ ეს თავისუფლება არ აერიოს ყავთავისუფლებაში ესე იგი აი მაგალითად თქვენ სამე უფო აღნიშნეთ უკრაშვალედი აღნიშნეთ ხო რა თქმა უნდა ამბობენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ფსიქოლოგები და სხვაებიც რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე რომ მხოლოდ მაშინ დავიცავთ ჩვენ ამ უკრაშვალეს როცა ნამდვილად გვეყარება საკუთარი შვილები ახლა ეს შეიძლება გაუკვირდეს მშობელს ასკვირა მე ჩემი შვილი არ მიყვარს მე შეიძლება უშვებს შესტომებს მაგრამ როგორ არ მიყვარს ხო ესე რა თქმა უნდა ჩვენ ხო ფერცე შეგვიძლია ვთქვათ როგორ არ მიყვარს ხო მაგრამ ეს არ არის სიყვარული საკონსტრუქციად იმაშია რომ აი სწორი სიყვარული არის ეს ნამდვილი სიყვარული რაც გონია ჩვენ სინამდვილეში რომ სიყვარულია ასე ერთი ცნობილი შემთხვევაა როდესაც ერთი ადამიანი მიდის ქუჩაში და ხედავს აბრეშუმის ჭია რომ იჩეკება პარკიდან ისა ჯერ ხომ ჭია და შემდეგ პარკია და შემდეგ პეპელა ხო გამოფრინდება იქიდან და გაშალოს უნდა პეპელა მხრები და გაფრინდეს და ერთი კაცი რომელსაც დაინახავს რომ დაგდებულია რაღაც ეს და ვერ გამოდის იქიდან გამოტეხვა უნდა ვერ მოფრინავს და უყვარს ზრუნავს მივაღ თვითონ დაიწყებს იმის გაკეთებას და თვითონ უნდა რომ გამოიყენოს დავარდება და მოკვდება აი ხანდახან ჩვენ აი ესეც ზრუნავთ ჩვენს პირებზე და ესე გვიყვარს ისინი და ყველაზე მთავარი ანუ რაც იმან თვითონ უნდა გააკეთოს აი ხშირ შემთხვევაში ადამიანთან ზუსტად იმ თავისუფლებას ვართმევთ რაც მისი გასაკეთებელია და იმ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებთ თუნდაც ამ მაგალითზე ჩანს აი მაგალითად სწორ სიყვარულზე ვაღვნიშნეთ დღეს ხო აი მაგალითად სწორი სიყვარული აღნიშნავს აი ჩვენ კი ვამბობთ ხანდახან შეულებრივ ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები და რა თქმა უნდა გვიყვარდეს საკუთარ თავით უნდა მე საკუთარ თავზე მეტად თუ არა საკუთარი თავით მაინც უნდა გვიყვარდეს იმიტომ რომ როგორც პავლე მოციქულიანოს ყველა ადამიანი ფუფუნებს და ზრის თავის თავს ყველას უყვარს თავის თავი თუნდაც იმიტომ რომ ძალიან მარტივად პატიობთ ჩვენ ყველაფერს ჩვენ თავს და ხანდახან ჩვენ შვილებს არ ვეცალ პატიობთ ესე მარტივად აი მაგალითად შობელთა კრებაზე დაიბარეს შობელი და გამოლანძღა მშვენივრად დამრიგებელმა დღეს არ უჭირთ ესეთი რაღაცები და აი მაგალითად ამაზე რა თქმა უნდა ვერ დაიტია ხომ შობის ამ პარტნიორებმა ყველაფერი ის კი არ უთქვამს დამრიგებას რომ შენი შვილი უზრდელია არა უბრალოდ აი რაღაცა ვერ სწავლობს თქვათ ამა თუ იმ საგანს ხო ვერ დაიტია
რა თქმა უნდა, უნიკებას ვერაფერი ვერ უთხრა და მივიდა და თავის შვილს დაატეხა თავზე მთელი. ხო, ამით გამოსავალი არ არსებობს. ეს არ არის გამოსავალი უბრალოდ, ხო? რომელი მშობელი თქოს ამას რომ ეს ყველაფერი არის გამოსავალი. ანუ ესე იგი უნდა გვახსოვდეს რა თქმა უნდა რომ ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია რა თქმა უნდა გამოვყადოთ უკმაყოფილება ბავშვის ცალკეული ქმედებების მიმართ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბავშვის მიერ ჩადენილი ქმედებას იდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ თვითონ ბავშვზე. და გარდა ამისა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მომენტი, აი ოქროს შეიძლება ითქვას წესი არსებობს, როგორც ამბობენ ბავშვის აღზრდაში, რომ ბავშვის თვითშეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს საკმაოდ მაღალი. იმიტომ რომ ამას შეიძლება დადგმოს მთელი ცხოვრება ბავშვი და თავისუფლებას დააკარგვინოს და ფსიქოსომატური პრობლემებით შეუქმნას ყველანაირი. აი ბავშვის თვითშეფასება თურმე მისი ქმედებებით იზომება. აი კარგად ვსწავლობ, კარგი სტუდენტი ვარ, მშობელს ვეხმარები, კარგი გოგო ვარ, კარგი ბიჭი ვარ. ხო, ანუ ბავშვმა თავი კარგად უნდა იგრძნოს. ანუ თუ ეს ასე არაა და ბავშვი ფიქრობს, რომ მე მაგალითად კარგი მოსწავლე რომ ვარ, ამიტომ დედა ჩემი მუდმივად გაბრაზებულია ჩემზე. და მე რო კარგად ვერ ვსწავლობ რაღაცას, მამა ჩემი მუდმივად გაბრაზებულია ჩემზე, მაშინ ასეთი ბავშვი როგორც წესი თავს ძალიან ცუდად გრძნობს. ანუ განათლება, ის თქვა მინდა, აი განათლება არ უნდა იქცეს ბავშვის მიმართ ძალადობად. ეს უკვე დღეს როგორც 2-4-4-ია, თითოეულ ბავშვს აქვს თავისი განვითარების დასაწყისი საკუთარი ტემპი. არ შეიძლება ამ ტემპში უხეშად ჩარევა. უბრალოდ აზრი არ აქვს, რომ ყველა შეიძლება რომ ფასელებს ან იმის შეადაროს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში უხეშად ჩარევა არ შეიძლება, თორე იმას ვინ ამბობს, რომ აკრძალვა არ შეიძლება და იმას ვინ ამბობს, რომ უმაყოფილების გამოხატვა არ შეიძლება. აი, მაგალითად, ბავშვს არ შეუძლია თურმე საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენით ცხოვრება და როგორც ავადმყოფი ძაღლი ეძებს, როცა რაღაცა დაავადება გაუჩნდება რაღაც ბაცენარებს, რომ თვითონ განიკურნოს საკუთარი თავიო, ასევე მოზარდი ყოველთვის ეძებს ადგილს, სადაც ის მხარდაჭერას, თავისუფლებას, აღიარებას მიიღებს, ნუგეს მიიღებს. ანუ, რა თქმა უნდა, ბავშვის მიღება ნიშნავს მის სიყვარულს, არა იმიტომ რომ ის ჭკვიანია, არა იმიტომ რომ ის კარგად სწავლობს, არამედ ისეთია როგორც არის, ხო? ანუ ესე იგი რატომ აჩერებენ ჩვენი ბავშვები ხანდახან სულიერ გონებრივ განვითარებას? იმიტომ ხომ არა ისმის ასეთი კითხვა, რომ ჩვენ აი როგორც ვამბობთ, აი თითქოს გადაყოლილები ვართ მასზე. თითქოს აი ყველაფერს ვაკეთებთ მისთვის, დავეხმაროთ. ანუ ის თქმა მინდაც ის რომ აი მაგალითად ბავშვის პიროვნება და ბავშვის შესაძლებლობები და უფალი ყოველას აჯილდოებს ხო თავისი ნიჭი და ყოველას თავისი ნიჭი და მისია აქვს ამ ქვეყანაზე. თურმე მხოლოდ იმ შემთხვევაში ფორმირდება სწორად, ვითარდება, როდესაც ბავშვი საკუთარი ნები და საკუთარი ინტერესით ახორციელებს თუნდაც სწავლას. აი ვიფიქრია იმაზე, რომ ჩვენ მაგალითად ჩვენი ბავშვები თუ არ იგრძნენ ისეთებად, როგორებაც უნდა ყოფილიყვნენ მაგალითად, აი იმიტომ ხომ არა რომ რაღაცას ჩვენ უშევთ რაღაცა ისეთ შეცდომას, რომელიც მერე გამოუწორებელია. აი მაგალითად ბავშვებს ხანდახან ცდილობენ მშობლები იფიქრონ ისე, როგორც თვითონ ფიქრობენ, იაზრუნონ ისე, როგორც თვითონ აზრუნონ და თავისუფლება ვახსენეთ ჩვენ წეხოთ ჩვენ თავისუფალი მოაზროვნე ადამიანები უნდა აღზარდო და პირველ რიგში თავისუფლება ეს არის თავისუფალი აზროვნება, ხო? ანუ გადის დრო და შედეგად ვიღებთ საოცარ მდგომარეობას, არ ვიცი ახლა რამდენად მოვასწრებ ამას, მაგრამ აი გავიდა მაგალითად დრო და სწორედ ასეთი აღზრდილი, ან განებივრებული, ან პირიქით თავისუფლება დაკარგული ბავშვი არის აბსოლუტურად უნარო ცხოვრებისადმი, აქვს პრობლემები, არის 40 წლის. აი თქვათ ალკოჰოლს მიეძალა, ან რამეს დამოკიდებულება, გამოდამოკიდებული. თუ გაგვიმართლა და ასეთი შვილი წამოუყვა ექიმთან, დედას მოყავს ეს 40 წლის ბავშვი, აცეცებს თვალებს, თვალებში ვერ უყურებს ექიმს, ზის და აბა გისმენთ ეკითხება ექიმი და იცით ექიმო, ჩვენ ვსვამთ. ვინ ჩვენ თქვენ ვსვამთ, თქვენ ორივე ვსვამთ? არა, ეს ჩვენ. ხო, ჩვენ ვსვამთ. ეს არის კარგება. ეს აი როგორ აღარს აცით რომ აი მაგალითად და ყველაზე მთავარი კიდე რაც მინდა რომ მეთქვა ის მინდა რომ მოვასწროებთ. თურმე ჩვენ ღმერთი ბავშვების აღზრდისთვის არ გვაძლევს ძალიან დიდ დროს. ეს არის დაახლოებით 5-7 წელი. ამ 5 წელში კი ბატონო იმ კაცრე რაც გინდა ის გააკეთე, შენი ცხოვრების წესი და აჩვენე ბავშვს რომ როგორ უნდა იყოს. არ ვიცი, ეს 5-7 წელი არის იმისათვის რომ ბავშვს აჩვენო რა არის კარგი, რა არის ცუდი ყველაფერი. აი ამის მერე ნელ-ნელა უკვე ბავშვი მანიპულირებს ჩვენით უკვე. ცუდად იქცევა, ჩვენც ასე ვიქცეოდით.
ხო, ეს არ არის აი ბავშვი ნამდვილად უნდა გამოვიდეს მშობლის გავლენიდან. მაშინ არაფერი არ არის გასაკვირი. ისიც უნდა გავთვალისწინოთ, რომ რაღაც ასაკის შემდგომ უკვე გარდატეხის პერიოდი ეწყება და შესაბამისად მე რაღაცა გზალებია გასაგები რაღაც ისტერიკები. სენსიტიური პერიოდია. უნდა ის უმხსენება დავით გურამიშვილის სიტყვები, რომ ნუგენაურების სწავლაზე ყმისწყებლის კივილი რომ თორე მერეო როცა უკვე გაიზრდება ხომ რა მოიზარდოს მოყოლში ეს მამლურებ შექმნას კივილი ის აყივილი ერიდე მისგან წყენით არაზე შექმნა შევილი მე უკვე აღარ შეიძლება ანუ ვერ გაზარდე მე დაჯიქი მშობლებმა დაიწყე როცა მოინანი რომ ვერ გავზარდე უფალი დაგილაგებს გამოგვი სიტუაცია არ არსებობს მაგრამ თავისუფლება მიეც დრო მამდავით საერთოდ ბავშვებს ვესაუბროთ რა ყველაზე მთავარი სიტუაცია დამაწყო და არ მინდოდა რომ ეს არის ყველაზე მეტი გამოსავალი არის დრო კომპიუტერთანაც, თამაშებთანაც, ტელეფონთან ყველაზე დიდი მნიშვნელობა მაინც ენიჭება დროს თუ ბავშვს შენი მეგობარია ჩასახვის მომენტიდან, შენი შვილია, დაბადების მომენტიდან მეგობრები მას და აუცი კი, რა თქმა უნდა, დღეს ისეთი პერიოდია, რომ ჩვენ ბავშვებისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და ამიტომაც არ გვაქვს დრო, მაგრამ მაინც საკუთარ თავში თუ ჩავიხედავთ, ყველა ამოვაჭრეთ იმას, რომ ჩვენ შეგვეძლო მაინც რომ რაღაც 1-5 წუთი გამოგვედახა იმ ბავშვისთვის, რაც მისთვის იყო იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა მამა დავით დიდი მადლობა ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა და ალბათ კიდევ არაერთხელ ვისაუბრებთ სხვა რაკურსით და ჭრილით ყოველწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე ვისაუბრებთ